რომელმაც საქართველო მონღოლთა ბატონობისგან გაათავისუფლა. მე მინავდა მასწავლებელი ვარ, მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერე ჩემი არხი, მე მოგცემ 5 მინიშნებას და შენ დამიწერე კომენტარებში, რომელ მეფეზე ვსაუბრობ მე ამ ვიდეოში. ეს მეფე ფორმალურად ჯერ კიდევ მცირეწლოვან ასაკში დაამტკიცეს, თუმცა ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი მე-14 საუკუნის პირველ ნახევარში გახდა. მან ისარგებლა ილხანთა საყაინოში დაწყებული არეულობით და ქვეყანას ხარკი შეუწყვიტა, რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და თამამი გადაწყვეტილებაც იყო მისგან. დიპლომატიური გზით დაიბრუნა იერუსალიმის შუის მონასტერი და ქართველებს ცხენზე ამხედრებული შესვლის უფლება მისცა. ქვეყნის მთიანეთში წესრიგის აღდგენად შეიმუშავა სპეციალური სამართლის წიგნი „ძეგლისდება“. მან კვლავ გააერთიანა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო, შემოიერთა სამცხეც. დამიწერე კომენტარებში, რომელ ქართველ მეფეზე ვსაუბრობ ვიდეოში, მეტი საინტერესო ვიდეოსთვის და კონტენტისთვის კი გამოიწერე მინავდე მასწავლებლის არხი. ეს ვიდეო კი გავიზიარე მას, ვინც ერთიანულ გამოცდებზე აბარებს ისტორიას, რაც შეეხება პასუხს, პასუხი გახლავთ გიორგი მეხუთე.